ტერიტორიების დაბრუნებას არის სხვა პრობლემა. პრეზიდენტი დღეს არ უსაუბრია და ბოლო ნახევარი წელი ადამიანები დაიწყო არა, მანამდე, როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ პრეზიდენტს ჰქონდა თავისი ხედვა, ფაქტი არის, დამეთანხმეთ ამაზე, რომ პრეზიდენტი ერთი წინადადებით შეეხო დღეს ამ პრობლემას, პრეზიდენტმა თქვა, რომ ცხვირში ძმრა დამოადეს, არანაირი ხედვა, არა მარტო დღეს, ეკა ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. სააკაშვილმა ეს არ ვიცი, PR სტრატეგიებმა ურჩია თუ ვინ ურჩია, მუდმივად საუბრობს ეკონომიკაზე, უმუშევრობაზე, ეს ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ ბოლო ნახევარი წელია ჩვენ არ მოგვისმინე მისგან არანაირი ხედვა, ეს არის დადასტურება იმის, ეს ჩემი შეხედულება არის, რომ სანამ იქნება სააკაშვილი არანაირი ხედვა, არანაირი შანსი ქართულ სახელმწიფოს არ იქნება ტერიტორიების დაბრუნების. აქამდე დავუშვათ თუნდაც აგვისტოს ომამდე ჩვენ მქონდა ასთა სხვადასხვაობა. ხელისუფლებას ჰქონდა ხან მილიტარისტული რიტორიკა, ხან სანაკოის პროექტი. ჩვენ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ ეს ხო დებატები. თქვენ მქონდა თქვენი ხედვა, ჩვენ მქონდა ჩვენი ხედვა. დღეს პრაქტიკულად სააკაშვილმა უარი თქვა ამ პრობლემის გადაწყვეტის რაიმე კონცეფციის შემოთავაზებას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მოიმპასუხებთ ახლა იმას, რომ ეს მისი მთავარი ოცნება ამას არ გედავებით. ამას არ ვხდით. ფაქტია, რომ სააკაშვილს არა აქვს ხედვა, არა აქვს გზა და რაც შეეხება იმას, რომ ეს ახლა საიდუმლოა ჩვენ უშიშროების საბჭოს ხდომებს უყურებთ ხოლმე პირდაპირ ეთერში და მე რამე დეტალების გამხელას არ ვაღებ. პრიორიტეტები უნდა მოგვესმინა. ორმხრივი დიალოგი, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, რუსეთთან ურთიერთობის არაღდგენა, მაგრამ საერთაშორისო სანქციების დაწესება, სამხედრო გზა. ითხოვს თქვენგან კონკრეტულ გეგმას. მე უპასუხებ, აუცილებლად ლეგიტიმური კითხვა არის, რაც ეკამ თქვა. უბრალოდ მე არ მინდა უპასუხოდ დარჩეს აქ ყველა კითხვა და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ქართული სახელმწიფოსი, როდესაც ვიღაცას ქონია, რომ დევნილების პრობლემების მოგვარება არის ტერიტორიების პრობლემების მოგვარება. დღეს საქართველოს ხელისუფლებას და საერთოდ უკვე ამ პერიოდში დევნილების პრობლემებიც უნდა მოგვარდეს ბატონო. ნათია და ამ თემაზეც ვისაუბროთ, მე ვისაუბრობ იმაზე, რომ პირველი პრობლემა, რასაც აჩვენებს ყველა სოციალური კვლევა, საქართველოს მიერ ტერიტორიების დაბრუნება. ამაზე საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ხედვა, არც სწორი, არც არასწორი. ტყუილის თქმის მანდატიც აღარ აქვს უკვე სააკაშვილს დღეს მას. ტყუილის არ უთქვია ამ თემაზე, რომ დაუშვათ გაისადრის გაკეთებას აპირებს და წელსის გაკეთებას აპირებს. შეეგუა პრაქტიკულად სააკაშვილის გამოსვლა იყო შეგუება იმასთან, რომ მისმა პოლიტიკამ ამ სფეროში გაიცადა კრახი. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზეზი, როცა ჩვენ ვითხოვთ თქვენ მეკითხებოდით პრეზიდენტის გადადგომას, არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე თუნდაც ერთი დღე რჩებოდეს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ხედვა საქართველოს უმთავრესი პრობლემის ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეხლა მე მინდა უპასუხო ეკამ დამისვა შექმნა. არა, ბატონ კახა, თუ შეიძლება ჯერ ეკამ კი პასუხოთ. არ მინდა უპასუხო დამჭირდა. არა, რასაკვირველია ჩვენ მოგწევთ შეცდომაში საზოგადოება, როდესაც ამბობს, რომ კვლევა ტარდება ამ საკითხზე, საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს თულას ტერიტორიული თვლების აღდგენის გავსი კვლევა არ ჩატარებულა. კვლევა რაზე ჩატარდა? ძალიან ბევრი ორგანიზაცია ატარებს საერთო სოციოლოგიურ კვლევებს, სადაც როცა ეკითხებიან ადამიანს რა არის ქვეყნის მთავარი პრობლემა, ყველა კვლევაში პირველ ადგილზე არის სადავო ტერიტორიების კონფლიქტი. რასაც უნდა იყოს, მაშინ ეს არის ჩემი ქვეყანა. პრეზიდენტის გამოსვლა ეს არ იყოს საერთოდ. არა, ერთი წუთი. ეს არის ჩემი ქვეყანა. 15 წუთი ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამაზე და ზუსტად 20 წამი დაუთმო რუსეთისთვის ცხრიში ძვრი დამოწენის თემაზე და ამით დამთავრდა ტერიტორიები. ეს არის საუბრად თუ არა პრეზიდენტს ვთქვათ. ხო შემიძლია ხა უპასუხო ბატონ კახას პასუხს, რა თქმა უნდა, კვლევები ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დიდი ოცნება გახლავთ ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. აქ ორი აზრი არ არსებობს და რა თქმა უნდა ამ ქვეყნისთვის სამგანწირვა. არა, ოცნება რომელიც ახდება უცებად, ყველა მიზანი ოცნება, სანამ სიცრუეში კი ბატონო, კარგი. არ მithქვავს. კვლევა, რომელიც არსებობს და ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სიმწიფეს, სახელმწიფოებრივ აზროვნებას, რა თქმა უნდა, ეს არის ბატონი კახავთვისაც სასიხარულო და ჩემთვისაც. ეს არის ჩემი ქვეყნის თავარი ღირსება და ასე იქნება. ასე ფიქრობს, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი რომ ფიქრობს ასე, იმიტომ ფიქრობს ჩემი ქვეყანა. ის რიტორიკა, რომელიც მოდის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტისგან, რა თქმა უნდა, ვრცელდება მთელს ქვეყანაში და ასეც არის мотиваცია, მთავარი დევიზი ჩვენი ქვეყნის მოსაგები ომი, რა თქმა უნდა, გახლავთ ის, რომ დახდეს ტერიტორიული მთლიანობა. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ის რომ ბატონი კახა ამბობს უშიშროების ხდომებს უყურებს პირდაპირ ეთერში, ხო, აქაც შეცდომაში შეყავს საზოგადოება, ვინაიდან უყურებს იმ ნაწილს, რომელიც გადის ეთერში, და არის საზოგადოებისთვის ღიად მოსასმენი. ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოусმეს ბატონი კახა იმ უშიშროების ხდომებს, სადაც მსგავსი საკითხები განიხილება და გახლავთ დახურული. მესამე და მთავარი. პატარა გეგმა. უნდა მივიდეთ იმ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე, რომელიც მისაღები იქნება ბატონი კახასთვისაც და ჩემთვისაც. არის ის, რომ ჩვენ ასეთ ღია ეთერში
არ უნდა ვისაუბროთ ამ საკითხებზე. ბატონი კახას სულს და აქვს რომელ საკითხებზე არ უნდა ვისაუბროთ? ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების საკითხებზე ეს არის მილიტარისტულიო, ახსენა ბატონმა კახამ, ეს არის დიპლომატიური თუ როგორი, ხო? ამაში ამაზე ეკა დიდი საუბრები იყო. ევროს ვისმენ. ეხლა ჩვენ არ გვესმის. კარგია უმუშევრობაზე ვისაუბროთ, მაგრამ ორი სიტყვით გითხარი, როგორ ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ასევე გახლავთ უმუშევრობის დაცვა და ესეც იქნება, მაგრამ ბატონ კახასკო ვამბობ, მე პირადად ეკა ხელხოვზე დღეს შემიძლია დავდო პირობა იმისა, რომ ბატონი კახა შეხვდება ბატონ პრეზიდენტს და იგი მიიღებს იმ კითხვებზე პასუხს, რასაც ელოდება დღეს და რის მცდელობაც აქვს ჩემს. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით და მე არ ვიცი ეს შეხვედრა საჯარო იქნება თუ არა, მაგრამ მე აუცილებლად იმ ნაწილს რაც იქნება. რა აუცილებლად საჯარო? არა არის, მაგრამ ჩემთვის თავარი ამოცანა არის საქართველოს საზოგადოებას მე გავაცნო ჩემს შეხედულება რასაც ჩათვლით საჭირო რასაც ჩათვლით დიდი მადლობა და აქვე ნაცია გამწევლიძე იყოს გარანტია რომ ეს შეხედულება მე ეკას სიტყვებს არ ვაყენებ ეს მართლაც ძალიან ვიცი გარანტია უნდა ვიყო ბატონ კახა ხო ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმენთ ხედვა შეიძლება დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ მაგრამ როგორ ხედავს ის საქართველოს ტერიტორიული მიღმა შეხვდებით პრეზიდენტ სააკაშვილს ბატონო შეხვდები აუცილებლად ძალიან საინტერესოა კი ბატონო თქვენ გაქვთ საშუალება ბატონ კახა უპასუხოთ ქალბატონი ეკას კითხვებს რომელიც თქვა თუ გნებავთ უპასუხოთ ამ აუცილებლად უნდა უპასუხო, იმიტომ რომ ძალიან ლეგიტიმური კითხვა იყო, მნიშვნელოვანი კითხვა იყო და არ არის ყველა საკითხში ისე როგორც ტერიტორიების საკითხებში შავი და თეთრი. ტერიტორიების საკითხებში მე უბრალოდ მართლაც ვსება რომ დღეს ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ხედვა და პრაქტიკულად შეეგო. რაც შეეხება იმ კითხვას, რაც ეკავდა, სულ ეგ მნიშვნელოვანი კითხვა არის და ნამდვილად მაგაზე მე რო გითხრათ, ცალსახა პასუხი არ არსებობს, იმიტომ რომ ეგ არ იყო მარტო სააკაშვილის პრობლემა, რაც ეკა მახსენა, ანუ არა ტერიტორიების პრობლემა, არამედ ზოგადად საქართველოში პრორუსული რეჟიმის დამყარების ცდელობა. ეს იყო შევარდნაძის დროს ნაკლებად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველი ხელისუფლების დროს თქვენ იცით, ეს დადგა ამ ხელისუფლების დროს, ეს არის ზოგადად საქართველოს პრობლემა, როგორ უნდა ავიცილოთ ჩვენ თავიდან რუსეთის ცდელობა საქართველოს დააბრუნოს თავისი გავლენის ზონაში. მე პირადად გეტყვით, არ ვაპირებ პოპულიზმს რუსეთის მოთხოვნების შესრულებაში თქვენ რამდენიმე დღის წინ გივით არგამაძემ ბრალი დაგდოთ რომ ის პერმანენტული შემიძლია გახდეთ გასილებით ნათელი პასუხი ხა ეკას შეკითხვა იყო ძალიან სერიოზული და ეკას ეს თემა არ ვიცი ესმის რა თქმა უნდა პირველი ხელისუფლებიდან მოდის და ეკას შეკითხვა იყო სერიოზული და გივით არგამაძის პირდაპირ უნდა თქვა ორღობის ჭორებში და ისტერიკაში და არაკეთილ სინდისიას იმას ამას ნოაურებთ ეხლა ის რომ ჯაშუშობ არ ვიცი 7 ნოემბერი იყო ეკა ხერხეულის მე ძალიან ბევრი რამეში ბილადრო თქვა არ ვეთახმები და ძალიან ბევრი დებატები მქონია უბრალოდ კიდე ერთხელ გეუბნებით რომ ის კითხვა რაც დაისვა მე მინდა პასუხი გავცეთ შეიძლება გამიგია რომ იწევდეთ რესპონდენტი პასუხის გაცემას გავცემ პასუხს გივით არგამაძემ რაც თქვა ინჟური ცილისწამება რაც არაერთხელ მოგვისმენია და ჯაშუშომანი ის თემა არის ის რაც საქართველოს მეაქანებს კიდე ერთი ახალი დიდი განხეთქილებისკენ დაპირისპირებისკენ და გივით არგამაძე მე ვფიქრობ რომ ამით საქართველოს სახელმწიფოს დრობს არაპირველად როგორ ამოხადა სული 7 ნოემბერს გახსოვთ მის ცნობილი გამოსვლა გვახსოვს და დღეს თუ მას უნდა კიდევ ერთხელ მისტერიკის განმეორება ეს არის საქართველოს მტრობა ამას არაფერი საერთო არ აქვს ის შეკითხვა დაისვა არის ლეგიტიმური შეკითხვა ნამდვილად არსებობს საქართველოს წინაშე ეს პრობლემა და მე მქონია ხშირად ტელეხიდები მოსკოვთან ბოლო ნახევარი წლის მანძილზე ორჯერ და ამას რუსეთის ხელისუფლებაც თუ პოლიტოლოგები აცნობიერებენ რომ ხელისუფლების შეცვლაში არ არის საქართველოს შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს მაგრამ ეს პრობლემა დადგეს ეს გეოპოლიტიკური პრობლემაა მე მინდა ძალიან მოკლედ ნახევარ წუთში ჩავეტევი თქვა რომ ნამდვილად არ არსებობს ცალსახო პასუხი იმაზე რაც ეკამ თქვა შევძლებდით თუ არა ჩვენ თავიდან აგვეცილებინა ცალსახად ასეთი პასუხის გაცემა რომ ჩვენ შევძლებდით საქართველოსთვის თავიდან აგვეცილებინა ეს იქნება დემაგოგია მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ცალსახად რომ ჩვენ შევეცლებოდით ჩვენ სააკაშვილს ვადანაშაულებთ იმაში რომ ის ამას არ ცდილობდა პირიქით ძალიან ხშირად ჩვენ უყურებდით როგორ ხდებოდა ცეცხლზე ნავთის დასხმა ამას ჩვენ უყურებდით ძალიან ხშირად. იგივე აგვისტოს დღეებში, როდესაც ჩვენ ვისმენთ იგივე რა ქვია, ყურაშვილის განცხადებებს, ლომაიას განცხადებებს, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე, შეტევაზე, ის პასუხები, რომელიც ჩვენ მერე მივიღეთ, რომ თურმე მთელი ხელისუფლება კონტუზიის ქვეშ იყო, ეს იყო არაადეკვატური. ამიტომ ეკა სრული გულწრფელობით მინდა გითხრა, რომ ნამდვილად არ აქვს არც ერთ ხელისუფლებას იმის გარანტიას, რომ ამ უდიდეს პრობლემას რაც ჩვენ ახსენებს მოახსენებს, მაგრამ ჩვენ შევეცდებოდით. ჩვენ მუდმივად ეს აგვისტოს შემდგომ არ დაწყებულა დამეთანხმე, მუდმივად სააკაშვილს ვაკრიტიკებდით იმის გამო, რომ მისი ტონი, მისი მიდგომები რუსეთთან მიმართებაში იყო არადიპლომატიური და ამ კონფლიქტისთვის საქართველოს არ გააკეთა პრაქტიკულად არაფერი იმისთვის, რომ ჩვენ ეს კონფლიქტი თავიდან აგვეცილებინა. იგივე ელჩების ხშირი ცვლა რუსეთში, იგივე რიტორიკა, ტონი, რომელიც ვერანაირი კრიტიკას ვერ უწევს. იგივე სრულიად პროვოკაციული განცხადებები, რომელსაც აგვისტოს დასაწყისში აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება. მე არ ვამბობ იმას, რომ საქართველოს დაიწყო ომი, მაგრამ ზუსტად
თუ საქართველოს ომი არ დაუწყია საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები იმაზე, რომ ჩვენ ვიწყებთ შეტევით ოპერაციას